ანტვერპენის დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზი ქართველმა მაესტრო მუსიკის 64 აქცია, სადაც თითოეული ნოტი, ხმა, ჟღერადობა, მოძრაობა ერთმანეთს ერწყმის და ისეთ ჰარმონიას ქმნის, რომლის ანალოგიც არ არსებობს. უნიკალური სინთეზი ქართული კულტურის, პროფესიული მუსიკის, საუკეთესო წარდგენა ევროპაში და ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი ვახტანგ კახიძე. მაესტრომ კლასიკური მუსიკის ცენტრის სცენა დაიპყრო, მსმენელის გულში შეაღწია და 2 საათის განმავლობაში ემოციებით დატვირთულებს განუმეორებელი ატმოსფეროს შექმნით ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. რეკვიემი ევროპაში პირველად შესრულდა და ეს შესაძლებელი გახდა ევროპალიაზე. რეკვიემი, რომელიც კომპოზიტორმა და დირიჟორმა მშობლების ხსოვნას მიუძღვნა, დაწერილია კანონიკური სამგლოვიარო მესის მიხედვით. სცენაზე იყო თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო საგუნდო კაპელა. წარმატება და აღიარება ვახტანგ კახიძისთვის, როგორც დირიჟორისთვის, ახალი არ არის. მაესტრომ გითხრა, რომ ანტვერპენში ბედნიერი იყო, როგორც რეკვიემის კომპოზიტორი. ეს რეკვიემი ორჯერ სამჯერ არის შესრულებული თბილისში. და იქ ძალიან ძნელია, რომ ობიექტური აზრი გამოიტანო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახლობლები არიან დარბაზში, ნათესავები, მთელი შემსრულებლების, ტრებიც არიან და მაგრამ აი ობიექტური მსმენელი ნაკლებად არის. აი იქ იყო აბსოლუტურად ნეიტრალური მსმენელი. ნეიტრალური მსმენელი, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა რეკვიემს, 30 წუთის განმავლობაში იდგა ფეხზე და ტაშს უკრავდა ვახტანგ კახიძის ნიჭს. დღეიდან რეკვიემი ყველასია, ევროპის და მათივისთვისაც მუსიკაა მთავარი. დღევანდელი დღიდან ეს უკვე მარტო ჩემს შეღულებს არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ერთ ხალბატონი მოვიდა და მითხრა, რომ ყოველ დღე ვისმენო. და ეხლა ამ დისკს იმიტომ ვყიდულობ, რომ ჩემ ქმარს ვუბარებ, რომ მოკვდები ლაქრიმოზათი და მას აპლაუნოდა. იმდენ ბოდიში უხადე მაპატიეთ, მითხარი არ მინდოდა რომ ესე, მაგრამ მეორე კუთხიდან რომ შეხედო, ამას დიდი ბედნიერება. 12 წლის სოლისტი გაბრიელ ჩომახაშვილი ნამდვილი ვარსკვლავია. რეკვიემში მის ყველა პარტიას განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა. პატარა სოლისტმა ანტვერპენის დარბაზიდან ხმა მთელ ევროპას მიაწვდინა. ძალიან დიდი პატივია პირველ რიგში ევროპალიაზე მონაწილეობა და სხვათა შორის როცა ეს ამბავი გავიგე, არ დაგიმალავ და ძალიან გამიხარდა. მე პირველად რეკვიემი შევასრულე 2020 წელს, როდესაც ვახტანგ კახიძემ დაწერა ეს რეკვიემი პრემიერა და დღეს შესრულდა კიდევ ერთხელ და მიხარია, რომ რეკვიემი გაჟღერდა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. კომპოზიტორმა დაიმსახურა ჩვენი ფეხზე დგომა. ემოციური და მუსიკის ისეთი ნაზავია, ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ აღფრთოვანებული ვარ. შეუდარებელი იყო. რეკვიემში პატარა ბიჭუნას საერთოდ აღმოჩენაა და რეკვიემი, რომელიც სევდაზეა აგებული, იმედს გაძლევს და მიზეზი განუმეორებელი სოლისტი იყო. ეს იყო არაჩვეულებრივი, გამიჭერდა ცრემლების შეჩერება. მე თავად მღერი რეკვიემს, მეუღლეც ორგანზე უკრავს და გაოცებულები დავრჩით. ეს იყო სულ სხვა რეკვიემი. დისკი შევიძინე და პირადად ვუთხარი კომპოზიტორს, რომ მსგავსი განცდა არასდროს მქონია, მდიდარი და ღრმა. ანტვერპენში ქართველები გუშინ განსაკუთრებით ამაყები იყვნენ. ეს იყო მედიტაცია, ეს იყო სიამაყე. არ ვიცი, ასეთი ბელგელებისგან ასე 20 წუთი უკრავდა, მე მგონი დარბაზი ტაშს. ეს უკვე ყველაფრის ნათქვამია. მრავალხმიანობა, ქართული გენის, ქართული ენის, ქართული სიმღერის, სიტყვის შესრულების ზეიმი იყო დღეს მე ესე ვიტყოდი. ეს იყო ტრიუმფი, მე ვიტყოდი ქართული პროფესიული მუსიკის, რომელიც არის ძალიან ევროპული, თუნდაც იმიტომ, რომ კათოლიკურ ლათინურ ტექსტზე მიყვება მუსიკა, ვახტანგ კახიძის მუსიკა სრულიად არაჩვეულებრივად გამორჩეული და მასში არის ძალიან ორგანულად, საინტერესოდ შერწყმული ქართული ტრადიციული ფოლკლორული მუსიკის სკილოები.
გამორჩეული საღამოს ემოციები მსმენელს დიდხანს გაჰყვება. ევროპალია საქართველო კი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, მუსიკის პრეზენტაციას და ევროპული საზოგადოებისთვის იმ ქვეყნის გაცნობას, შეხსენებას თუ შეყვარებას, რომლის ევროპულ მომავალზეც გადაწყვეტილება ევროპალიის მასპინძელ ბელგიაში 15 დეკემბერს უნდა მიიღონ.